ბრენდის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის ბრენდის ემოციური კონცეფცია. ანუ ადრე სხვა ვიდეოებში ვილაპარაკე, რომ რაციონალური კონცეფცია, ფუნქციონალური კონცეფცია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ფუნდამენტია ბრენდის, მაგრამ მხოლოდ რაციონალით და ემოციით ჩვენს ვერ წავალთ, იმიტომ რომ ფასი, ტექნიკური პარამეტრები და ასე შემდეგ მეტნაკლებად მიბაძვადია და დაგისვამენ, მოდი ასე ვთქვათ, კონკურენტები. მაგრამ ის, რაც ბრენდს გამოარჩევს სხვებისგან, ხო, ეს უკვე არის ემოციური ნაწილი. იმიტომ რომ ემოცია ნაკლებად იმიტირებადია, ხო? კონკრეტულ ადამიანს აქვს თავისი დამახასიათებელი ემოცია და ასევეა ბრენდიც, იმიტომ რომ ის ადამიანის შექმნილია და მისი შემქმნელების და მმართველების, ასე ვთქვათ, მსოფლმხედველობას და წამს ატარებს, ხო? ამიტომ ბრენდის ემოციური კონცეფცია არის უმნიშვნელოვანესი რამ, სამწუხაროდ საკმაოდ ბევრი ადამიანი ამას არ აქცევს ყურადღებას, არადა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს არის დაწყებული ბრენდის მამოძრავებელი იდეიდან, მისი ხედვიდან, მისი მისიიდან, ღირებულებებიდან და რაც თავარია პერსონიფიკაციიდან, როგორი იქნებოდა ის, რომ ადამიანი ყოფილიყო, პოზიციონირება, სლოგანი და შემდეგ უკვე სახელი. ეს ყველაფერი ერთად არის ემოციური კონცეფცია, რომელიც არის მთავარი განმსაზღვრელი თქვენი დამოკიდებულებისა მომხმარებლებისადმი, დამოკიდებულებისა საქმისადმი და შესაბამისად თანმიმდევრული ქცევისადმი, რომელიც საბოლოო ჯამში მერე ქმნის აი ამ ბრენდის ტიპაჟს, მოდი ასე ვთქვათ, ხო? რა ემოციის მატარებელია, რა ემოციას გასცემს ის. რატომ არის საჭირო ემოცია? იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ემოციური არსებები ვართ და გადაწყვეტილებას მიუხედავად იმისა, რომ ბევრია საფიქრალი და საკეთებელი რაციონალურ და ფუნქციონალურ კონცეფციაზე, მაინც ვიღებთ ემოციებით. გადაწყვეტილებებს ვიღებთ ემოციებით, თუმცა რაციონალური და ფუნქციონალური კონცეფციები ნიშნავს იმას, რომ თქვენი ბრენდი იყოს გამართული და კარგი საურთიერთო და სხვათა შორის ეს პირველ წყარო არის ემოციების. თუმცა შემდეგ უკვე აი ბრენდის ემოციურ კონცეფციაში უნდა მოხდეს თავმოყრა იმ ფილოსოფიის, მსოფლმხედველობის, რაც გინდათ ის დაარქვით, რის მიხედვითაც ბრენდი, ასე ვთქვათ, მოქმედებს და რა დამოკიდებულება აქვს მას შინ და გარეთ ადამიანებისადმი და საქმისადმი. სამწუხაროდ ცოტა დაკარგული აქვს აი ამ ნაწილს აქტუალობა კი არა, ეს ვიტყოდი ცოტა საქილიკო ამბავი ხდება mission, vision, values, ხიხიხი, ხახახა იცინიან ადამიანები ხოლმე, რომ რა საჭიროა ამის წერა და ეს არის იმის ბრალი, რომ ეს უბრალოდ იწერება იმისთვის, რომ დასვათ, ასე ვთქვათ, რომ აი დასვან, რომ აი ეს გვაქვს და დავდოთ საიტზე. გახსოვდეთ, რომ ბრენდის ემოციურ კონცეფციაზე მუშაობა არ ხდება იმის გამო, რომ უბრალოდ ეს სადმე გამოაჩინოთ და დაწეროთ. მამოძრავებელი იდეა, მისია, ხედვა, ფასეულობები, თქვენი პოზიციონირება, პერსონიფიკაცია იწერება იმისთვის და იქმნება იმისთვის, რომ ამას მიყვეთ ყოველდღიურობაში. ამის მიხედვით მიიღოთ გადაწყვეტილებები. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის და ამაზეც ბევრი ფიქრი არის საჭირო.